ევროკომისიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ ამოიღეს ევროკავშირის სანქციების მეოცე პაკეტიდან საქართველოში მდებარე ყულების პორტი, რომლის მფლობელიც არის აზერბაიჯანული კომპანია. სოკარი ევროკომისიაში ყოველდღიურად გამართულ ბრიფინგზე კითხვა დასვეს, რა ვალდებულებები აიღო საქართველომ და საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ საქართველოში მდებარე ყულების პორტი არ დასანქცირებულიყო რუსეთისთვის დახმარების ბრალდებით. ევროკომისიის წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, რომ პირადად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მათი მიიღეს ვალდებულება, რომ პორტი არასდროს არ მოემსახურება რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებულ გემებს, რომლებიც სავარაუდოდ საქართველოს გავლით და ამ შემთხვევაში ყულების პორტის გავლით რუსეთის სანქცირებულ ნავთობს ყიდის ევროპაში და მაკაბოჭერიშვილმა გასცა დაპირება, რომ დღეიდან ასეთი რამ არ მოხდება ყულების პორტში. გარდა ამისა, ევროკომისიამ მიიღო, ასე ვთქვათ, დაპირება მათ შორის აზერბაიჯანული კომპანიისგან, რომ ასეთი რამ არ მოხდება და ყულების პორტი არ მოემსახურება რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი შემადგენელ გემებს. თუმცა ევროკომისიაში პირდაპირ თქვეს ისიც, რომ ყურადღებით დააკვირდებიან და მონიტორინგი გაგრძელდება ყულების პორტისა და იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია მათ შორის ევროკავშირი დაინახავს, რომ ყულებში ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ ირღვევა, აუცილებლად ყველნაირი მორიდების გარეშე პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირებს და ბუნებრივია ეს პასუხისმგებლობა იქნება ტარგეტირებული სანქციები. ქართული ყულების პორტის სანქციების სიაში ჩასმის გადაწყვეტილება განვიხილეთ ჩრდილოვანი ფლოტის გემებთან ურთიერთობისა და შეშფოთების გამო, რომ ეს შეიძლება გამოიყენებოდეს რუსული ნავთობის რეექსპორტისთვის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დასარღვევად. ევროკავშირის სანქციების წარმომადგენელმა დევიდ ოსალივანმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღო დაპირება ვალდებულებების შესრულების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ არც ერთი ჩრდილოვანი ფლოტის გემი ამ პორტში ამიერიდან დაშვებული არ იქნება. დამატებითი გარანტიები მიღებულია აზერბაიჯანული სოკარისგანაც, რომელიც ყულების პორტის ოპერატორია. ჩვენ, რა თქმა უნდა, კვლავაც ყურადღებით დავაკვირდებით ამ ვალდებულებების შესრულებას და არ მოვერიდებით ზომების მიღებას ნებისმიერი იმ აქტორის წინააღმდეგ, რომელიც აქტიურად შეეცდება ჩვენი სანქციების ეფექტიანობის შესუსტებას. იმ დროს, როდესაც ევროკავშირი აქტიურად განიხილავდა ყულების პორტის დასანქცირებას, ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა არც ერთი წინაპირობა იმისა, რომ ყულები დასანქცირებულიყო და რომ მათ ევროკავშირს მიეწოდეს მტკიცებულებები, რომ ყულების პორტი არ გამოიყენება რუსეთისთვის სანქციების თავის ასარიდებლად, თუმცა მიუხედავად ამისა, არაერთი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიება, როგორც შემოდის ყულების პორტში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენელი გემები და როგორ გამოიყენება ყულების პორტი იმისთვის, რომ რუსეთმა სანქცირებული ნავთობი გაყიდოს ევროპაში და თავი აარიდოს საერთაშორისო სანქციებს. ამ შემთხვევაში ყულების პორტი და საქართველოს ხელისუფლებაც გადაურჩა პორტის დასანქცირებას და უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ დარტყმას, თუმცა ევროკომისიამ პირდაპირ მისცა გაფრთხილება ქართულ ოცნებას, რომ ყულების პორტი ახლა გაურმაგებული ყურადღების ქვეშ იქნება და იმ შემთხვევაში, თუ იქნება ეჭვები, რომ ეს პორტი გამოიყენება რუსეთის სასარგებლოდ, ბუნებრივია, აუცილებლად იქნება მიზნობრივი სანქციები. მადლობა, ინა ცარციძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.